ტელეფონს აქ მოათავსე. მადლობა VMG Drive სტუმრობისთვის პირველ რიგში. ყველა შეგიძლიათ ოპერაციის მიმდინარეობისას. ფეხბურთის შემადგენლობით. აუცილებლად ფინალს ყოველ შემთხვევაში ფინალებს აუცილებლად. გერმანიის და ინგლისის კოლეგები მაქვს ხა ვერც ერთი ვერ გავიდა ფინალში. ინგლისი აპირებდა მაინც კაია ბრინჯაოა იყო. ვინ იყო თქვენი ფავორიტი ნაკრები ხა? იდეაში ესპანეთი ფავორიტი ეს ვერ დავარქვი, მაგრამ ფიქრობდი რომ სამართლიანად ესპანეთი კარგი გუნდი ყავდა, ორგანიზებული, ნაღდით გუნდი, რასაც შექვია. ვეტაჟე იმასაც ვერ იტყვი. ფორვარდი ერთი გამორჩეული, ხა იამალია თუ ეს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სულიად ლოგიკურად სისტემურობა თქვენთან ახლოს არის და. სისტემურობა კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იყოს არა ერთი მოთამაშის თამაში, არამედ იყოს მთელი გუნდი. სხვადასხვა ერთი ადრე მახსოვს ჩემ სტუდენტობაში ამერიკული გამოცემა იყო ქირურგიის, უროლოგიური ქირურგიის ატლასი, რომელსაც ასე ვთქვათ, რომელზეც გავიზარდები, ხო? იმას პირველი სურათი შესავალო გადაშლით იქს არის იალქნიანი ნავი და ეკიპაჟი. იმის მაჩვენებლად, რომ ეკიპაჟია საჭირო, გუნდია საჭირო და გუნდური მუშაობა ქირურგიაში. რაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით ჩვენთან 20 წელია მაკლინიკაში ვქნით ამ გუნდს, უკვე გაიზარდა რამოდენიმე თაობა, ექთნებიც, მათ შორის ანესთეზიოლოგები, უროლოგები, ექთნის დამხმარეებიც სხვათა შორის. კადრებსაც შევეხები, მაგრამ ჯერ რობოტულ ქირურგიაზე. როდესაც გესმის ეს ტერმინი, შეიძლება ფიქრობდე, რომ იქაც მთავარი არის რობოტი და ყველაფერს რობოტი აკეთებს, მაგრამ მე მინდა ვისაუბროთ ქირურგის როლზე და იმ გუნდის როლზე. ზოგადად ეს პროცესი როგორ გამოიყურება მიღმა მისი დასახელების. ფუნქციურად როგორ ნაწილდება ეს ყველაფერი და ტექნოლოგიურად როგორ გამოიყურება. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 2 წლის წინ კი დავნერგეთ, ასე ვთქვათ, ეს რობოტული ქირურგია. პირველად კავკასიასა და საქართველოში. ანუ აქ რობოტული ქირურგია რეგიონში საერთოდ არ არსებობდა. არა მარტო უროლოგიაში, არამედ საერთოდ არ არსებობდა არც ერთ ქირურგიის დარგში. და მე ამაყება ნამდვილად ეს ფაქტორი. 2 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ოპერაცია განვახორციელეთ. დღეისათვის უკვე დადგენილია, რომ რობოტული ქირურგია ძალიან მაგარია და უკვე ძალიან ბევრ კლინიკაში ნელ-ნელა იწყებენ ამ მიმართულებების განვითარებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოგვიქმნით დიდი ტალღა, რომელსაც მოყვა შემდგომ ცუნამი, განვითარება კავკასიაში, თელს კავკასიაში ხალხში. არა მარტო ჩვენთან. არა მარტო საქართველოში, სომხეთშიც და აზერბაიჯანში. ეხლა მე მინდა ვთქვა, რომ ეს იდეაში არ იყო ძალიან ადვილი და მე ფაქტიურად მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდებოდა მზადება ამისათვის რა. ეხლა რობოტული ქირურგია არ ნიშნავს, რომ რობოტი აკეთებს ოპერაციას. პირველ რიგში უნდა იცოდე ოპერაციის კეთება. და ამას სწავლობდი მთელი ჩემი ცხოვრება, ყველანაირი ოპერაციები ვისწავლე. ღია, ენდოსკოპური, ლაპარასკოპი, რაც კი არსებობდა, ყველანაირი მეთოდები. და ის კლინიკა, სადაც ახლა ვარ, ჩვენი რობოტული ცენტრი, ეს კლინიკაც ემზადებოდა 20 წლის განმავლობაში ამისათვის ფაქტიურად შეგნებულად თუ შეუგნებლად. იმიტომ რომ ჩვენ ავითარებდით გუნდს მაღალკვალიფიციურ ქირურგებს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხელში გაიზარდა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ქირურგები, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის განხორციელება უროლოგიაში. ასევე გაიზარდა, როგორც ახლა გითხარით, ანესთეზიოლოგები, რეანიმატოლოგები. ჩვენ ახლა ურთულეს ოპერაციებს ვაკეთებთ და წინასწარ დეტალური გაცხილვა ხდება, გამოკვლევა ხდება ადამიანების სამედიცინო ტურიზმის ნაწილში. მოთხოვნა როგორია? თუ თქვენ პიონერი იყავით და გაჩნდა ახლა თქვათ შეიძლება აზერბაიჯანში, სომხეთშიც, ორივე ქვეყანაში თუ არის ეს მიმართულება საინტერესოა და რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა, რის გამოც ქარაზანაშვილის ცენტრში შემოდიან და არა სხვაგან, არ ვიცი. ჩამოდიან უფრო სწორად.
ტურიზმის ნაწილზე რო ვისაუბროთ. კი, ანუ ის სწორედ ის კომპლექსური მიდგომა არის მთავარი, როგორც გითხარით, არც კავკასიის ქვეყანაში, არც საქართველოში არ არსებობს ის კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც ჩვენ გვაქვს. კერძოდ მე იმას გულისხმობ, რომ ჩვენ გაგვაჩნია პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საშუალება მიკროულტრაბგერის საშუალებით, რომელიც ნოუ-ჰაუა და არავის არ აქვს რეგიონში ჩვენს გარდა ეს და ჩვენ გაგვაჩნია მთელი ქსელი მიკროულტრაბგერის დანადგარების. ეს არის იმისთვის, რომ გამოვავლინოთ პროსტატის კიბო. თბილისში არის 2 ადგილი, აი ახლა სადაც ვიყავით, მაგალითად ერთი ადგილი მაგ არის, ერთი ადგილი დიღომშია, არის ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში. ეს მიკროულტრაბგერით ჩვენ გვაქვს სულად ახალი კონცეფცია პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა. მიკროულტრაბგერი ეს ერთი, მერე გვაქვს fusion biopsia, როდესაც ეჭვი არის პროსტატის კიბოზე, გვაქვს სუპერ თანამედროვე ბიოპსიის საშუალება, ანესთეზიით, ყველაფერი უმტკივნეულოდ და უზუსტესად, ზუსტად დამიზნებითად, უზუსტესად, რომ დიაგნოზი იყოს თითქმის 100%-იანი. ეს მეორე საშუალება. ამის მერე პროსტატის კიბოზე რადგან ვსაუბრობთ, შეეხება საკითხი. ამის მერე ჩვენ გაგვაჩნია შემდეგი ეტაპი, ეს არის რობოტული ფოკალური თერაპია, ანუ თუ გამოვავლინეთ ნადრევ ეტაპზე პროსტატის კიბო, იმას ჩვენ წერტილოვნად ვანადგურებთ და მთლიან პროსტატას შეგვიძლია არ ამოვიღოთ. და ამის მერე გაგვაჩნია კიდე რობოტული ქირურგია, რომ შედარებით დავუშვათ უფრო რთული ფორმებისას მოვახდინოთ პროსტატის სრული ლიკვიდაცია, მაგრამ ისე მოვახდინოთ, რომ ნერვები შევინარჩუნოთ, არ ქონდეს შარდის შეუკავებლობა, არ ქონდეს ერექციული დისფუნქცია. ანუ ეს არის მთელი კომპლექსი.